მადამ, მოაჩვენე ქართული ცეკვის ვიდეოს და ერთი რაღაცას უცხოელი ქონები რო ყავს, რას ვერ მოვინერებ, ეს ქართული ცეკვა რო ვერ ვიცეკვეთ, ჩვენ ქორწილში თქვა და ამ ცეკვას რო ვერ ვიცეკვებ, ვერასდროს ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად თქვა და მაგას ისედაც ვერ ცეკვებდიო. არა თუ მიხვდები, რატო? შეხედე მაგოუს რამ სიგძე ხელები აქო. როცა გვავსო შველივით. რას მიწუნებ? მარხელები არ მიგებსო ფეხი უთხარი. ფეხი სადაინახე დობლოკაბაში რო იგონებ. შეხედე, თავიდან თან ასე სიგრძეზეც კი არ ვთქვამს, გადააკეთა მე, იმიტომ რომ გამოვიჭირე და დავაპაუზე ვიდეო და მიხვდა რომ დავასერიოზურე თავიდან თქვა, შეხედე მაგოგ რა ლამაზიაო. არა. არ თქვი ასე? ქართული ცეკვა რო უხდებოდეს, იმნაირი გოგო არ ახარ შენ. 6 წელი რო დადიო ცეკვაში, რატო დაანებ თავი? მოკლე რო ვიყავი, მაგიტომ არ დამინებებია თავი, დრო არ მქონდა, მათემატიკას უმეცადინეობდი. და მოკლე რო იყავ. მაგის გამო თავი არ დამინებებია. არც პერსინგიან გოგოებს არ უხდებათ ქართული ცეკვა. მე მიხდება თქო კი არ მითქვა. რა ვიცი, შენ მაგ ეგა პრეტენზია. აბა საკუთარი და რო დაგამცირებს, ის არ დაგამცირებს არ. ის გოგო კი იყო ხვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არაშვართ ადამიანებს ქართული ცეკვა არ უხდება. ანუ თან წკნელიც არ ვარ, ანუ სიგრძე მაკლია, მაგრამ თან წკნელიც არ ვარ. ანუ მე კი ვიცოდი, არ ვიცოდი სარკე მაგ, მაგრამ მან შე რომ მეუბნები სხვანაირად ხვდები თავს. განახებს რა ვერ მეხდება ქართული ცეკვა. მამცი. რატო იცი? მე პროსტო შეკავსე, ახლა. შენ რატო იცინე? დედა გადმოხტები მე ვიცი ჩემ პოზე ინები ჟوارდი. ერთნაირი ზომის ვარ მე რა. აზო მე ხომ სულ. ზუსტად შენ დაგემს გავსოს იმაღლეში. ედი ჩემზე მაღალი ხარ დედა. რატო ვიზე ნაკლები ხელი მოდი ვიზე ნაკლებ ხელს ვაკეთებ. მიხრამო, ერთ შენი ცეკვე. იყავი გრძე რა. იხმარჭები დაკეცილი მახავი. რა პეცეკოს იცი ასია? გინდ სახაზავი დაგიკეცია გინდეს. მე არც მაგ პრეტენზია. და რა ჭამებს რომ გადმოხტები ხოლმე ძლის გაკავე. შეხედე მე აბა ნარნარის ვაკეთ. თამპური ფონდება.